ტელეიმედის მეგაპროექტის ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაი არიან ჩვენი გადაცემის პირველი სტუმრები. ორგანდი ელენე. მოგხაი განაცვალე. მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო. მოგესალმებით. მადლობა ჩემთან მოსვლისთვის და ორივენი ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ. ლუკა მთლად ოჯახის წევრია ჩვენი და ჩვენი გუნდის წევრი. ასე რომ ძალიან გულშემატკივრობთ ელენე ჩვენთან ამყოფი ხარ ჩემო ძვირფასო და იცი რომ გამორჩეულად პატივს ვცემ შენს შემოქმედებას, შენს პიროვნებას და ძალიან მიხარია რომ მაყურებლის დამოკიდებულებაც სწორედ ასეთია თქვენი წყვილის მიმართ. ლუკა, შეიძლება მინდა გითხრა, ესე იგი მეგრელ ელენეს ვერც ცეკვავენ ვარსკვლავებში აცდი, ხო? სახშიც ელენე, მეგრელი ელენე სახშიც. აბა, ვენაცვალე, მოვიკითხავ ჩემს ელენეს დიდი სიყვარულით, ელენე განჭირებია ჩვენ არაჩვეულებრივ მეუღლეს. შენ ყველანაირად გაგიმართლა შემოძმაო. გარდა იმისა, რომ ასეთი მეწყვილე გყავს, სპორტი გიყვარს, ცეკვა გიყვარს და სპორტული ცეკვის ოსტატი აგერ ყავს გვერდში და მეტი. გაერთიანებულია ამ გოგოში. მაგრამ მე მგონი ელენესაც გავუმართლა, იმიტომ რომ მახსოვს რომ ჯიურის ერთ-ერთმა წევრმა ერთ-ერთ ტურში ასეთი რამ გითხრა შენ ელენე, გილოცავთო რომ ესე იგი ელენემო ლუკა ვერ ჩაყლაპაო და მე მგონი უკვე ისე მოამზადე შენ რომც მოინდომო ასეულად ვერ ჩაყლაპაო, ხო? ხოთაშერს ეს ძალიან სასიხარულოა და კომპლიმენტიც არის ჩემთვის, იმიტომ რომ სწორედ ამაზე ვარჯიშობდით, რომ ლუკას ასე ვთქვათ ტექნიკური მონაცემები და ცეკვა წამოწეულიყო წინ. ჩემი სათქმელი ესე ვთქვათ მე უკვე ვთქვი ამ სეზონების მანძილზე და თან მე არ ვხასდები და ალბათ ჩემგან არც არის გასაკვირი რომ რაღაც ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ლუკა იმდენად შრომობდა და იმდენად ყველაფერს აკეთებდა ამისთვის, რომ ძალიან მიხარია თუ ჩემზე მართლა ბევრად კარგად გამოჩნდა და თუ არ ჩამომივარდა ეს ვთქვათ. ამიტომ ძალიან დიდი კომპლიმენტი არის ეს ჩემთვის. ერიქით ესე იგი გაგელაურები მართლა ჩემ პირველ რიგში და ვიხარი შრომის პროცესი როგორია და ორივეს მინდა კითხოთ. ჯერ შენი თვალი დანახული და მე ელენეს. სხვათა შორის ბევრად რთულია ვიდრე გარედანჩას, ხო? ვიდრე გარედანჩას და მაყურებელი ალბათ იმის ნახევარსაც ვერ ხედავს, რაც რეალურად არის. დილიდან მთელი დღე ფაქტობრივად ვატარებთ ამ სარეპეტიციოში, გაგვითქულები, ნავარჯიშები, ესე იგი თავდაუზო გამიშრომა მიდის და მე კი ჩანს ეკრანებზეც შედეგები სამაგიეროდ კარგი გამოდის და ვიხარი როგორია აი ამ პროცესში როგორ შეეთვის ამ სამედიცინო ცეკვებს ლუკა? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, როგორც კი მოვედი იმ დღიდან, რომ ჩემი პარტნიორი ყოფილიყო შრომის მოყვარე, იმიტომ რომ ეს პროექტი არაფერი არ არის შრომის გარდა. რასაც ვუყურებ, ყველა იმდენად მართლა მონდომებულია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თუნდაც პროფესიონალები არიან და მოცეკვავები რო არიან, ისიც ეხმარება თამაში. თავს არ ზოგავენ მართლა და ერთი სიტყვაც არ ყოფილა იმაზე, რომ აი დავიღალე ან აღარ მინდა ან რაღაც ეგეთი. ყველაფერს ისი აკეთებს მართლა როგორც ვეუბნები და ეს უკვე უფრო მეტად გამოჩნდება, რაც უფრო წინ და წინ წავალთ იმედია. იმიტომ რომ ჩვენთვისაც პასუხისმგებლობაა, ჩვენს პროფესიონალები ვართ ჩვენ საქმეში და იციან კარგად რომ თუ რაღაცას თავს დაზოგავენ, ვერაფერი ვერ წავა ისე როგორც კონკურენცია კაცო მისარი და ერთი მოროზე უკეთესი მონაწილეები არიან და ამ ხრივ მართლაც გამორჩეული და სულად განსხვავებული სეზონია ამჯერად. ლუკა რა მინდა ესე გითხო. შენ ნათქვამი გაქვს ერთხელ ინტერვიუში, კარგად მახსოვს რომ მე მაინც უფრო მომღერალი ვარ ვიდრე მოცეკვავეო. კი ბატონო. მიმღერედან ძალიან კარგად გისწრობს ანუ სიმღერის პროექტი და მაყურებელი მანამდე ჩვენთან იუმორინაში. და ახლა ცეკვავენ ვარსკვლავები და როგორც მოცეკვავე გაგიცნო და ახლა როგორ ფიქრობ, როგორ არის შენში? ეხლა გაიყო აზრები, აღარ ვიცი რომელი უფრო ვარ. მაგრამ ალბათ მაინც დავრჩები ჩემს აზრზე და მომღერალი უფრო ვარ მეტად. ჩემთან ახლოს უფრო არის ვიდრე ცეკვა. მაგრამ ამ პროექტისთვის ამჟამად ვიქნები მოცეკვავე უფრო ვიქნები. ახლა მინდა ელენე შევაქო ქართულ ტურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეხლა თუკი ის სამეჯლისო ცეკვები თქვა შენთვის ორგანულია და შენი პროფესია, ქართული თვალთაზე არ არის ხო პირიქით შენ მოედანზე იყო და მე მგონი ისე იყავით ხო იცი რთული გამოსარო გაქვს სასაბარებელი და თქვა ქართული ცეკვები მოვიშორე. ეგრე იყავით თუ როგორი დამოკიდებულება გქონდა? მე ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები, მაგრამ არასდროს არ მიცეკვია და იმდენად დიდი ხანია ლათინურ ცეკვებთან არასდროს არ მქონია ქართულთან შერევა, რომ ცოტა რა თქმა უნდა გამიჭირდა ეხლა რაც არ უნდა თქვა, ანუ კარგადი ცეკვე, რაღაც რა თქმა უნდა მეც უნდა ვხედავ იმ ხარვეზებს, რაც არის, იმიტომ რომ ყველაფერი ამიხსნეს როგორც უნდა მექნა, მაგრამ აი რაც გამჯდარი გაქვს უფრო იქიდან მიგდის სხეული ესე ვთქვათ, მაგრამ რა ვიცი, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ რაღაც ლათინს არ დამსგავსებოდა ესე ვთქვათ. შენივრად გამოვიდა ძალიან ორგანულად, მე როგორც მაყურებელმა შემიძლია დაგიდასტურა. სხვათა შორის მარტივად ითვისებს
და ეს ძალიან კაი თვისება არის და ქართულის ცეკვა არ არის მარტივი საქმე. რა თქმა უნდა, ორივე თავისი დიდი როცა გამოდის ეგ უკვე ძალიან დიდ პროფესიონალის უსვავს ხაზს. სპორტის სიყვარული ვახსენე შენი და რა მინდა ისიც ხოლმე გაიხსენო შენ ესპანეთში ხშირად ხოლმე იქ სამეგობრო ყავს და ძიუდოს მწვრთნელმა როგორ შეაფასა შენი მონაცემები ეგ მითხარი. ზაფხულში მოკლედ დავგეგმეთ ჩემს მეუღლესთან ერთად წავედით ესპანეთში დასასვენებლად. რომ ჩავედი, მოკლედ არ ვიყავი პირველად და ეს დათვალიერება ამ ყველაფრის მქონდა უკვე ნანახი ყველაფერი და ვიფიქრე რა გავაკეთო, კაცო, ესე ხო არ ვიქნები მარტო სახლში და გარეთ და ვიფიქრე რომ რაღაცა სპორტით ხო არ დავკავებულიყავი და ძიუდო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია და გადავწყვიტე რომ მოდი ხო არ ცადო რაღაცა ერთი თვე აქ ვარ, რაღაც ვივარჯიშო, ფორმაში ვიქნები და წავედი ერთ-ერთ ესპანურ კლუბში. შევიძინე ეს კიმონო და ყველაფერი ვიყიდე იქვე, გამზადდი ასე რომ ვთქვათ. და რომ მივედი პირველ დღეს, დავინახე ეს ბიჭები ვარჯიშობენ 5 წელი, 10 წელი, ზოგი შავქამრიანია, ზოგი ის და მე ეს ძიუდოს სიყვარული გამიჩნდა, ჩემი მეჯვარე ტატო მოსახლიშვილი ყოველასათვის ნაცნობი, მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. ესპანეთის სახელით გამოდის. კი ბატონო. და ტატოს ვუყურებდი ხოლმე სულ და გამიჩნდა აქედან ეს სიყვარული და შეიძლება ასე ითქვას, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ფაქტობრივად ტურნირი არ იყო, რომელზეც არ მეყურებინა. ყველა წონაში გეტყვით, ყველა ძიუდოის, ყველა ძიუდოის გეტყვით, მოკლედ, ვინც კი არსებობს და არ ვიცი საიდან, ალბათ, შეიძლება ნიჭიც არის. მაგრამ აი ამ ყურებიდან ვისწავლე რაღაც ილეთები. მოკლედ ისინი ვარჯიშობდნენ წლები და შენ ქართველი ხარ სამაგიერო. მე ქართველი ვარ, სამაგიერო და ეს ჩვენია ჩავლებები, გადავლებული და ხაბარელი. კი, გვაქვს, სისხლში გვაქვს ნიჭი მაქვს და შემაჯიბრეს ერთ-ერთ ძიუდოისტთან. სადეს რა შეუძლიაო ამბიცო და წავედი რაღაცა მოვაგდე ზურგზე. ვახ, მიყურებს, კაიო დაისვენო ერთი წამიო, იქ გადალაპარაკება მიდის მწვრთნელებს შორის რაღაცა და იქ მეორებიც შეუბნება, აი შენ უნდა შეხვდეო ახლა ამბიცო. და აბა მზად ხარ რომ მეუბნება მე, კი მეთქი მზად ვარ თქო, მოდი აბა დაეჭიდეთ ერთმანეთს, ასე რომ ვთქვა და დავეჭიდე ამ ბიჭსაც და ესეც მოვაგდე ბეჭებზე. გაგიჟდა კაცო ეს მწვრთნელი ახლა მომიყვანა მესამე ბიჭის ესე იპონზე დავცე და მეკითხება ბოლოს, შენო აქ ცხოვრობო თუ დასასვენებლად ხარ ჩამოსულიო და ვიცოდა რომ ქართველი ხო მეთქი აი სექტემბერში უკვე უნდა მივხედო ჩემს საქმეს ქვეყანაში ბრუნდები მეთქი ჩემს ქვეყანაში თქო და ძალიან ცუდი არისო ესო იმიტომ რომ იმ ხელა ნიჭი დავინახე და პოტენციალიო შენშიო რომ ამ საქმეს რომ მიყვეო ალბათ ძალიან დიდი შანსი გექნებაო მომავალშიო და აი ესე დამთავრდა ეს ჩემი ბატონო მე არ გამკვირვებია შენი ეს გამოვლენა ნიჭის იმიტომ რომ აქამდე რაზეც ხელი მოუკიდებია ყოველთვის გადასერებად გამოგდის და ეჭვი არ მეპარებოდა რომ სწორედ ესე წარიმართებოდა ძიუდოს მიმართულებით და სხვადასხვა კი ვფიქრობდი რომ მეთქი ხო არ გადავიდე მეთქი ერთი გაფიქრება ვიფიქრე უარ წავიდებ ცადობედი მეთქი ყველაფერი წინ არის კაცო ესე შეიძლება მოსინჯოს შენაირმა ნიჭიერმა კაცმა შენის მითხარი თუ იცი ესპანურად რას ნიშნავს bailando con las estrellas ცეკვა აი შენ რო იქ დარჩენილი ყავი და იქ რო ვასწავლი გამხარიყავი გამოხვიდოდი პროექტში bailando con las estrellas რას ნიშნავს ესპანურად ცეკვავენ ვასწავლები და რადგან აქ გამოდიხარ ჩემო ბატონო არბატებად გისურვებ ელენესთან ერთად და ახლა თქვენ ცეკვას შევთავაზებთ ჩემი შოუს მაყურებელს თქვენ კი დიდი მადლობას მოგახსენებთ თქვენი სტუმრები იყვნენ ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია დიდი მადლობა მათ Arma